მოგესალმებით ჩემო ძვირფას. ვინც ჩემს გვერდს თვალს ადევნებს, იცით კარგად, რომ სულ გიზიარებთ ნამუშევრებს, ასევე გიზიარებთ გაკვეთილებს ონლაინ კურსით, კიდევ გიზიარებთ გაკვეთილებს პირად მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებით, საგამოცდო ნამუშევრებს, პრაქტიკებს, მაგრამ ყოველთვის ნაკლებით რომ რჩება იმისი, რომ ჩემი გასვლითი ლოკაციის დეტალები გაგიზიაროთ. კიდევ დავამატებ, რომ ხშირად მეუბნებით, რომ თქვენ რატო არ ჩანხართო, ნეტა სტილისტი ვინ არის და აი დაგენახებით. იმდენად გადართული ვარ, რომ პასუხისგებლიანად შევასრულოთ ჩემი საქმე. არც კი მიფიქრია ის, რომ ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული, სადაც ძალიან ნაკლებად ვჩანვარ. რა თქმა უნდა, დილა ყავის გარეშე არ იწყება ჩემთან. თან ესეც სასიამოვნო ხედზე, როდესაც მთელი თბილისი ხელის გულზე დავიწყე ახლა მომზადება, დავიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩემი ხელსაწყოები დავალაგე კომფორტულად, რადგან მარტივად შევძლო მუშაობის პროცესში ნებისმიერი დეტალის გამოყენება. აქ აუცილებელია, რომ წინასწარ ნახო საკვირტილო კაბა, რომ შესაბამისად პატარ ძალს თმის აქსესუარი შევურჩიო, ასევე ვარცხნილობა და უკვე დავიწყე მუშაობა. ჯერ პირველი მყავს მეჯვარე, რეალურად უფრო მოკლედად ხელით მაქვს გოგოებო. მივიღე აი ესეთი შედეგი, აუცილებლად მომიწია ჩამატება მოცულობისთვის და მგონი ძალიან სადა და ნაზი გამოვიდა. ეს არის პატარძალი, პატარძალს ასევე ანალოგიურად მოცულობა დავუმატე ვარცხნილობაში და მივიღეთ აი ესეთი შედეგი. აქსესუარს რაც შეეხება, გადავწყვიტეთ გვერდით აქსესუარი ჩაგვემაგრებინა, თითქოს გვირგვინმა კაბის ფონზე ცოტა გადატვირთა პატარძლის ვიზუალი. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია საპატარძლო ვარცხნილობისთვის თმის აქსესუარი, მაგრამ თმის აქსესუარს სჭირდება აუცილებლად სწორად შერჩევა. ასევე გაგიზიარებთ მეჯვარე, სადაც აი არაჩვეულებრივი ხელის მოვკიდე ყავს პატარძალს, რაც პატარძლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ესე სასიამოვნოდ დავასრულე ჩემი სამუშაო დღე.